ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ამ წუთებში მედიისთვის კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ შალვა პაპუაშვილის განცხადებას. მოგესალმებით და დაგისვათ კითხვას. ბუნებრივია ამერიკის პრეზიდენტის გზამთან დაკავშირებით წერილი, რომელიც განაცხადა საქართველოს მიხეილ ყაველაშვილს. პირველ რიგში ბუნებრივია ამ წერილის გზამთან დაკავშირებით და აქვე კითხავს მეორე ნაწილს კითხვის ამერიკის სახელმწიფოს პოზიცია, რომ უნდა შეხვედრა ბიძინარევაშვილსა და ეს შეხვედრა არ შედგა. ორი ნაწილი. უბრალოდ ყოველს ამის სამებელია ის მილოცვის წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მისამართი იქნა გაგზავნილი და მილოცვასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შინაარსი, რომელიც ჩადებული იყო ამ მილოცვაში, სადაც ხაზგასმული იყო საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ზუსტად ეს არის, რაზეც ჩვენ საუბრობდით და ეს არის ვფიქრობთ კარგი სიგნალი. რაც შეეხება საელჩოს დღევანდელ პოსტს, რომელიც Facebook-ზე ვიხილეთ, პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის შემდეგ ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაური არის, ამიტომ ამასთან დაკავშირებით ის რომ თვითონ როგორც საუბრობენ რამდენიმე დღის წინანდელ ამბავი, მაინც და მაინც პრეზიდენტის ტრამპის უშუალო მილოცვის შემდეგ მეორე დღეს ასე ვთქვათ ამას გამოეხმაურენ, უბრალოდ ამ საკითხს მოაყოლეს ეს განცხადება. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რა მიზანი ჰქონდა ამ განცხადებას, ცოტა რთულია. საქართველოს ამ შეხვედრაში პრეზიდენტმა ტრამპისგან ნიშნავს თუ არა იმას, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს ურთიერთობებში და გადაიქცეს ურთიერთობები, რომ თქვენი პროგნოზი იყო, რომ ურთიერთობები ახალ ეტაპზე უნდა გადასულიყო. შეიძლება იყოს გასაწყისი ეს ურთიერთობების გადასვლა. დიახ, ზუსტად ამას ვსაუბრობთ. პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები რაც არის, ამ მიზნებს ეს მიზნები სრულად ემთხვევა იმ ხედვას, რომელიც ჩვენ გვაქვს. და ეს მისი გაცხადებული მიზნები იწყება ამერიკის შეერთებულ შტატებში Deep State-ის დამარცხების მიზნიდან. ეს არის მისი პირველი მიზანი, რომელიც მან მთავარ ამოცანად დაისახა და მათ შორის მისი წარმატების საზომადაც დაისახა. ამ მხრივ ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივარი ვართ და უფრო მეტიც, ვინაიდან ვიცით, რომ რაც უფრო მეტად შესუსტება Deep State-ი, მით უფრო გაძლიერდება ამერიკას და საქართველოს შორის თანამშრომლობა. ეს არის პირდაპირ პროპორციული იქნება Deep State-ის შესუსტება საქართველოს ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესებასთან და პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ ვფიქრობ, რომ არის ამის ერთ-ერთი კარგი სიგნალი. პირდაპირ ეთერში ჩამთეთქვეს პირდაპირ ეთერში და გიპასუხეთ. საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე უბრალოდ ორმაგი სტანდარტი. ეს არის უბრალოდ კატეგორიზაცია. როგორც ჩანს, ზოგიერთებს კატეგორიებად ყავთ ჩამოყალიბებული ქვეყნები, არსებობს A კლასის ქვეყნები, არსებობს B კლასი, C და ასე შემდეგ. ალბათ კატეგორიებად არის ჩამოყალიბებული და აქედან გამომდინარე ის რაც მიუღებელი არის ბერლინში, მისაღებია თბილისში. მაგალითად გეტყვით, რომ გახსოვთ თქვენ, მე ამაზე გამოვაქვეყნე კიდევაც ვიდეო შედარება ბერლინში, როგორ ააფეთქეს მაშხალა შენობაში და ამის გამო ადამიანი დაიჭირეს სისხლის სამართლებრივად და თბილისში როგორ ააფეთქეს პარლამენტის შენობა, რაც უფრო მაღალი დაცვის სტანდარტის სარგებლობს და ამაზე გვითხრეს, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია. ამიტომ ზოგიერთის თვალში კატეგორიებად არის სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სამყარო დაყოფილი. მე-20 საუკუნის
შეიძლება რაც ყუდებია შემორჩენილი ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფების ტვინებში. რაც მინიმუმ მას შემდეგ რაც არსებობს გაეროს ქარტია და მას შემდეგ რაც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული დეკლარაცია, ამის შემდეგ მაინც უნდა ყველას უნდა მიევიწყებინა ასე ვთქვათ სტანდარტიზაცია, უბრალოდ კატეგორიზაცია ქვეყნების. და ესეც კარგი მაგალითი არის გუშინ პრემიერმა სახსენა, მაშინ როდესაც თავად ელჩი ესარჩლება ადამიანს, რომელიც ფიზიკურად თავს დაესხა პოლიციელს და აქაც ხაზს გაუსვა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში პოლიციელი უფრო მაღალი დაცვის სტანდარტით სარგებლობს და მაშინ როდესაც გერმანიის ელჩი ესარჩლება პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურად თავდასხმას და ამბობს, რომ ის არ უნდა მის მიმართ არანაირი დევნა არ უნდა წარმოებდეს, მეორე მხრივ ადამიანი, რომელიც მან ის ვერბალურად შეაწუხა, ამ ადამიანზე გვეუბნება გერმანიის საგარეო სამინისტრო, რომ უნდა მოხდეს სისხლის სამართლებით დევნა. სისხლის სამართლებით დევნა შეგახსენებთ, რომ ამაზე ჩვენთან როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ დაიგმოს, ამას არც გმობენ საელჩოები, მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების სიტყვიერ თავდასხმას დეპუტატებზე არ გმობს არც ერთი საელჩო თუ დონორი. როდესაც საუბარი არის ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევასთან დაკავშირებით, ასეთ ქმედებს ამბობენ, რომ ეს რაღაც გადამეტებულია და თავად გთხოვენ სისხლის სამართლებით დევნას ადამიანის და ფიზიკური ხო და ამიტომ სწორი ყოფილა, ხო? ამიტომ ხო და საქმე იმაშია, რომ ის კი არა ჯერ-ერთი ადამიანი გამოკითხული იყო, ხო იცით? ერთი და მეორე ასე ხო არ შეიძლება. როდესაც ამ მთელი ცინიზმი ამ ისტორიის იმაში არის, თავად ელჩი ჩავიდა ბათუმში იმისთვის, რომ გამოსარჩლოდა პოლიციელზე თავდასხმელ ადამიანს და ეთქვა, რომ პოლიციელზე თავდასხმელ ადამიანი არ უნდა დაისაჯოს. და ამ დროს იმ ბათუმში ამ საქმისთვის ჩასულ ელჩი ვერბალურად რომ შეაწუხეს, ამაზე ითხოვს სისხლის სამართლებით დევნას. უბრალოდ აქ ხო ჩანს ფარისეულობა მთელი ამ პროცესისა. არა, რეაგირება. სახელმწიფო რეაგირებს ყველა საკითხზე. რეაგირებს და მათ შორის ეს უყურეთ კიდევ ერთხელ ის ადამიანი გამოიკითხა და შინაგანო სამინისტროსთან გამოიკითხა კიდევაც და ეს მათი კომპეტენცია არის. უყურეთ მთელი ცინიზმი იმაში არის, რომ ჩვენ გვიყიჟინებენ, რომ პოლიციელზე ფიზიკურად თავდასხმული ადამიანი სასჯელის გარეშე იქ არ თუ გაშვებული პირიქით ადამიანი გაგმირებული არ უყურეთ აგმირებენ გერმანიის ელჩი იჯდა პლაკატის წინ და აძლევდა ინტერვიუს, სადაც წერია რომ თავისუფლება მზიას თუ არსები, ანუ გმირად გვიცხადებს პოლიციელზე თავდასხმელს და თავად ამბობს, რომ ის ვინც ის ვერბალურად ასე ვთქვათ შეურაცხო ან შეაწუხა, არ ვიცით ზუსტად, იქ ზუსტად რა მოხდა, ეგეც არ ვიცით, ის კადრები მაინც ნანახი გვაქვს, ამაზე უნდა მოხდეს სისხლის სამართლებით დევნა. რეაქციებს რეაგირებას რაც შეეხება, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა. მე უბრალოდ მინდა ამის პოლიტიკური განზომილება გაჩვენოთ, თუ რამდენად უტიფარი არის ის ფარისეულობა, რომელსაც ხანდახან ვაწყდებით ხოლმე. რა ქვია, როგორ? რას ქვია, რეაგირება არ არის ის ადამიანი პოლიცია, ორი გათხრათ, პოლიციაში მივიყვანეს და გამოკითხეს. ის დანარჩენს შეაფასებს პოლიცია და შეასაბამის სამინისტრო და პროკურატურა შეაფასებს, რეაგირება ყველაფერზე იყო საქმე რაშია, იცით? გერმანიის მთავრობის, ევროკავშირის, სხვადასხვა მთავრობების დაფინანსებული ადამიანები, აი როგორც სიტყვიერად თავს ესხმიან პარლამენტის წევრებს, ისე ფიზიკურადაც ძალადობენ მოქალაქეებზე და 9 აპრილს ჩვენ ვნახეთ, როდესაც მათივე თვალწინ, დონორების და ელჩების თვალწინ, მათივე დაფინანსებულ ორგანიზაციებმა მოაწყეს ძალადობის აქტი 9 აპრილს მემორიალთან. და ამაზე არა თუ რეაგირება ქონიათ, დაფინანსება შეუცირეს,
რაღაცა შენიშნულს ერთი სიტყვა არ თქვეს, ამის დაგმომის რომ ემიჯნებიან ამ ყველაფერს. ამიტომ ეს არის რომ საქართველოს და საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საერთო სტანდარტით ყველას მიმართ, უცხოეთიდან ხედავთ ჩვენ კატეგორიზაციას და ის რაც როგორც ჩანს ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა კატეგორიების შორის თანამდებობის დაჯობების გადაწყვეტილება. ის საქმიანობას როგორ აფასებთ და ახალი მინისტრის მან თავად გააკეთა განცხადებაც და განმარტებაც ამასთან დაკავშირებით. ვახტანგ გომელაური გახდათ ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი ერთ-ერთი უცხდები. თუ ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი არა საქართველოს მთავრობის კაბინეტში, ქართული ოცნების მთავრობის კაბინეტში. მას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი იმაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ უსაფრთხო გარემოზე საქართველოში, საუბრობთ კანონიერების უზრუნველყოფაზე საქართველოში და განსაკუთრებით საუბრობთ იმაზე, რომ ზუსტად აი ამ არეულობების, რევოლუციების, მცდელობების, რომელიც გარედან იგეგმებოდა, რამხელა რესურსი, ფული, პროპაგანდისტური მხარდაჭერა მათ შორის გარედან იყო ამ ყველაფერში ჩადებული და მას მიუძღვის ასევე განსაკუთრებული წვლილი, რომ ეს რევოლუციები, რომელიც საერთო ჯამში მოწოდებული იყო ძალადობით ხელისუფლების შეცვლისკენ და ხედავდით ამის მცდელობებს, პარლამენტის შტურმებს და ასე შემდეგ, მოყოლებრივ ჯერ კიდევ 2019 წლიდან ამ ყველაფრის განკლავება უწევდა ბატონ ვახტანგ გომელაურს და ამას წარმატებითაც აკეთებდა არა მხოლოდ ასე ვთქვათ ამ მხრივ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, არამედ ზოგადად კრიმინალთა ბრძოლის მხრივ. პირდაპირ ეთერში რაც ვარ, იქ არის უპირატესობა, ჩავთეთ პირდაპირ ეთერში და თქვენც იკასროთ. მოკლედ, რაც შეეხება ბაჩეშვილის დაკავებას, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ფაქტია, ამ ადამიანი, რომელსაც 11 წელი ჰქონდა მისჯილი საქართველოს მართლმსაჯულების მხრიდან და ის რომ მისი დაკავება მოხდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფო არის მყარად დამკვიდრებული. ის რომ არავის არ ექნება შესაძლებლობა რომ გაექცეს მართლმსაჯულებას და ამ ხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა მიცოდეს, რომ საქართველოს და ქართულ მართლმსაჯულებას ვერ გაიქცევიან და ყველას მოუწევს პასუხისგება საქართველოს სასამართლოს წინაშე და შესაბამისი სასჯელის მოხდა. ყველამ ნახა, რომ ისე ჩატარდა ეს ღონისძიება, რომ ერთი თვის ღერიც კი არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელს და იმ დანაყოფებს, რომელიც ამ ოპერაციაში იყვნენ ჩართული, კიდევ ერთხელ ერთი ღერიც არ შემოვარდა, ისე აიყვანეს ადამიანი და დღეს არის ციხეში და იხდის თავის კანონიერ სასჯელს. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ შალვა პაპუაშვილის განცხადებას, მან მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს სხვადასხვა თემაზე უპასუხა. ახლა კი განვაგრძობთ გამოშვებას. საკადრო ცვლილება და პოლიტიკური შეფასებები ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს მის ნაცვლად გელა გელაძე დაიკავებს, რომელიც მინისტრად დანიშნამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილების შესახებ კი ცნობილი დილით გახდა. რა შეფასებები მოჰყვა საკადრო ცვლილებას, ლელა ჯავახიშვილი უერთდება კურიერს, ის დეტალებს მოგყვება ლელა ეთერში ხარ. ოპოზიცია ტრადიციულად იმეორებს, რომ საკადრო ცვლილებებს მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით ვახტანგ გომელაურის წასვლით და ახალი მინისტრის დანიშვნით მაინც არაფერი იცვლება. ამის პარალელურად კი ოპოზიციის ერთი ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ საკადრო ცვლილებები გაგრძელდება და თანამდებობებს დატოვებენ საპატრულო პოლიციის უფროსი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს, უწყებაში აცხადებენ, რომ ბაჟა სირაძეს და ზვიად ხარაზიშვილიც სამინისტროში მუშაობას აგრძელებენ. არც ერთი მინისტრი ამ ქვეყანას მეგობრებო არ ყავს. აზრი აქვს რა ერქვა შინაგან საქმეთა მინისტრს, მაშინაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ ემსახურება პოლიტიკური ნებით და პოლიტიკური კუთხით ამ ერთ ძალიან დიდი ხანია. არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ემსახურება ხალხს, არ არის დამოუკიდებელი, არ ასრულებს საკუთარ ფუნდამენტურ ფუნქციებს და აქედან გამომდინარე
ვინ იქნება კონკრეტული მინისტრი, რა სახელი და გვარით შეიცვლება წინა სახელი და გვარი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ახალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში წარმატებებს უსურვებენ და ძველს უკვე შესრულებული სამუშაოსთვის მადლობას უხდიან სახელმწიფო გუნდში, სადაც საუბრობენ ერთის მხრივ გელაგელაძის პროფესიულ გამოცდილებაზე, მეორეს მხრივ კი ვახტანგ გომელაურის როლზე სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესში. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო ვახტანგ გომელაური, რომელმაც უშუალოდ მისი ჩართულობით, მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე სახელმწიფო გადატრიალების და დამხობის სცენარი აარიდა ქვეყანას თავს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადაუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვო შემდეგ საქმიანობაში. მართლაც ღირსეული ადამიანი იყო, ღირსეული მინისტრი იყო, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, ახალ მინისტრს ეკას მინდა წარმატებები უსურვო ამ მნიშვნელოვნად და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მე ვიცნობ, ქონია სამსახურებრივი შეხება ბატონ გელასთან და რასაკვირველია, რომ ჩემი განწყობა მის სამომავლო მოღვაწეობასთან დაკავშირებით არის ერთმნიშვნელოვნად გაჟღენთილი პოზიტიური მოლოდინებით. და მინდა რა თქმა უნდა, რომ გამოთქვა სურვილიც და მას უსურვო ძალიან დიდი წარმატება ამ თანამდებობაზე მუშაობაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება და მე მინდა ბატონ ვახტანგს მადლობა გადაუხადო ჩემი მხრიდანაც გაწეული საქმიანობისთვის და მე ვფიქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად ის დადებით შეფასებას იმსახურებს, ერთმმნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ძალიან მძიმე და რთულ ვითარებაში ამ სახელმწიფო სტრუქტურამ შეძლო უმძიმესი გამოწვევებისთვის თავი გაერთვა. ეს არის რა თქმა უნდა განსაკუთრებულად დასაფასებელი და ეს არის რა თქმა უნდა პირადად ბატონი ვახტანგის მაღალი კვალიფიკაციის და მისი პიროვნული ღირსებების დამსახურება. ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა, მისი გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი სპეციალური განცხადებიდან გახდა. მადლობა კურიერის პირდაპირ ეთერში ლელა ჯავახიშვილი იყო. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი დღეს პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა. გელა გელაძე ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე სხვადასხვა დროს იყო განათლების მინისტრის, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე. პრემიერის განცხადებით ახალ მინისტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში მრავალწლიანი მუშაობის სტაჟი აქვს. დღემდე ის იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. როგორც უკვე მოგახსენეთ, დღიდან ბატონი გელა უკვე შეასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას. მე მინდა ბატონ გელას უსურვო დიდი წარმატებები ამ თანამდებობაზე და თავის საქმიანობაში დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება წინსვლა და განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროში და გაგრძელდება სრულად თითოეული პოლიციელის ინტერესებზე. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა. მინდა მას კიდევ ერთხელ უსურვო წარმატებები ამ ყველაფერში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ქართული ოცნების გუნდს მხარდაჭერისთვის. ასევე ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მიმართო ბატონ ვახტანგ გომელაურს. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთვის დიდი პატივია ასევე, რომ უხელმძღვანელო ამ უწყებას და ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. თანამდებობის დატოვების შესახებ ვახტანგ გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დილით გავრცელა. განცხადებაში ვახტანგ გომელაური წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის იოლი არ იყო. ის საუბრობს მიღწევებზე და მადლობას უხდის გუნდს. ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი და საამაყოა ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით ჰქონდა. აქედან გამომდინარე ვრჩები ამ გუნდის ერთგული. მომავალშიც ნებისმიერ დროს მზად ვარ გვერდში დაუდგე სახელმწიფოს და მმართველ გუნდს თუ ამას საჭიროება მოითხოვს. 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში
ვიყავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს. რასაკვირველია, ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავისუფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს, მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დაუთმო. ეს ბატონმა ვახტანგ გომელაურმა დადოა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესაბამისი თხოვნით მან მოგმართა რამდენიმე დღის წინ. ჩვენთვის ეს ხო რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყვეტი, თუმცა ყველა მეც მთელი გუნდი გაგებით მოვეკიდეთ. ის გადაწყვეტილებას ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი, 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა არ არის იოლი ეს საქმე, დიდ ენერგიას მოითხოვს და შესაბამისად მან შვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე, მოგმართა შესაბამისი თხოვნით და ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ ვახტანგ გომელაურს იმისათვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. ყველას გახსოვთ, რომ მან ძალიან რთულ ვითარებაში გადაიბარა მინისტრის თანამდებობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა მან ძალიან მალევე შეძლო სამინისტროში ცვლილებების შეტანა და მთელი ამ წლების განმავლობაში მაღალ პროფესიულად ასრულებდა თავის ფუნქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში. მისი დამსახურება აქ არის განსაკუთრებული და ამისათვის მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ბატონ ვახტანგი არის ღირსეული კაცი, მას მინდა უსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში, ეს არის ჩვენი მეგობარი, წარმატებები მას ყველაფერში. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა დონალდ ტრამპის წერილი. მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ მისალო წერილში ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები და ელოდება ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ტრამპის გზავნილში ნათლად ჩანს განწყობა, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა უნდა გახდეს. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში. კეთი ზანთარაია გაგაცნობს პოლიტიკურ განცხადებებს, ის კურიეს უერთდება, კეთი გისმენთ. ხელისუფლების ოპონენტები ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრულ ურთიერთობის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ ამ ურთიერთობის გარდა აუცილებელი და საჭირო არის საქართველოს აღადგინოს შტატებთან პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები. ის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა დონალდ ტრამპის მხრიდან ოპოზიციისთვის, ეს არის გარკვეულწილად დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა და ამბობენ, რომ ისინი იმედოვნებდნენ და ისურვებდნენ ასევე იმას, რომ ეს წერილი დატვირთული ყოფილიყო უფრო მეტად პოლიტიკური აქცენტებით. რაც ვნახეთ, იმ პასაჟს თუ შევაფასებთ, აქ არის საუბარი ეკონომიკური და სავაჭრო ტიპის ურთიერთობებზე არსებითად. ეს არის სტანდარტული პროტოკოლური მილოცვა, როგორც ხშირად არის ხოლმე ასეთ დღეებში, ასეთ მომენტებში, აქ ჩვენ პოლიტიკური ტიპის შინაარსს ვერ ვხედავთ და რაც შემთხვევით განსაკუთრებით მათ შორის ვერ ვხედავთ ყოველ შემთხვევაში გავრცელებულ პასაჟებში, ვერ ვხედავთ ისეთ სტანდარტულ პოლიტიკურ შინაარსს, როგორც მაგალითად სუვერენიტეტის მხარდაჭერა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა, რაც ჩემთვის არის სულაკათო ვიტყვით ინტერესის საგანი. ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული ურთიერთობა სამწუხაროდ ოცნების პირობებში აღარ გვაქვს, დიპლომატიური ურთიერთობა გრძელდება. რა თქმა უნდა, მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ქართულ ხალხს შორის ისტორიულია, დღესაც გრძელდება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილი და ამავე დროს ერთ-ერთი მორიგი შანსი ოცნებისთვის, რომ სანამ ჯერ კიდევ დროა, ისინი დაუბრუნდნენ დემოკრატიული განვითარების გზას. ჩეხება მართლ პარტიას საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ის განცხადებები, რომლებიც კეთდება მათი ოპონენტების მხრიდან, ეს არის საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არის საქართველოს ინტერესები და აკვირდებიან იმას, რამდენად თანხვედრაშია სხვა სახელმწიფოების დამოკიდებულება სწორედ საქართველოს ინტერესებთან და ასევე აცხადებენ იმას, რომ სწორედ ამაზე არის დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვაც. ძალიან კარგია
ეს მოლოცვა, რაც არ უნდა ინტერპრეტაცია გააკეთონ, ეს თარგმანში დაკარგულები რო ყავს ოპოზიციაში, ხო? აზრი არ აქვს. ეხლა რაც უნდა ის წერონ და იკითხონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის სახელმწიფოები, ვინც ქართული ინტერესების შესატყვისად, შესაბამისად მზად არიან ჩვენთან ითანამშრომლო, მზად ვართ, დიდი მონდომებით, დიდი ასე ვთქვათ, ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, რომ გადავტვირთოთ მათ შორის ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და ეს არის გარკვეული სიგნალი, კიდევ ერთხელ ვამბობთ, როცა იქნება შესაბამისად ინტერესების დამთხევა, ჯერ ჩვენი ქვეყანაა, ჯერ ჩვენი ხალხია, ჯერ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებია და ამასთან ვინც იქნება მასში ბუნებრივია ჩვენი მეგობარი იქნება ყოველთვის. მან გამოხატა სურვილი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის გაგრძელდეს და განმტკიცდეს რეალური პარტნიორობა, ეს იქნება ეკონომიკურ ჭრილში და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, თუმცა რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას ამ ჩატება ნამდვილად არ გვჩვევია. ვიცით, რომ ძალიან რთული პროცესები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბატონი ტრამპი არის ღია ბრძოლაში Deep State-თან, არაფორმალურ გავლენებთან და შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბატონი ტრამპი მინიმუმში ასუსტებს ამ გავლენებს და თუ ეს გავლენები იქნება შესუსტებული, ამ შემთხვევაში ვერანაირი წინაღობა ვერ იქნება ჩვენი ურთიერთობების რეალურ პარტნიორობაში გადატანასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გუშინ მიულოცა სპეციალური წერილი, რომელიც გამოქვეყნდა არის მისალოცი, თუმცა რამდენიმე საკითხსაც მოიცავს და ამ წერილში ვკითხულობთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგული არის განამტკიცო საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები და ასევე ელოდებიან, რომ ორ ქვეყანას შორის გაღრმავდება ეკონომიკური თანამშრომლობა და საკითხები. მადლობა ქეთი ზანთარაია იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. პრემიერი თვლის, რომ ტრამპის წერილი პირდაპირ გამოხატავს იმას, რომ ახალი ადმინისტრაცია ღია თანამშრომლობისთვის. ირაკლი კობახიძემ თემაზე საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა პარალელი გაავლო სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილთანაც. მისი განმარტებით ამ ორ წერილს შორის რადიკალური განსხვავება. პრემიერი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ქართული მხარე შტატებს სთავაზობს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენ ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი. ერთი გამოიგზავნა თავდაპირველად სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. რადიკალური განსხვავება უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და Deep State შორის. ერთი წერილი პრაქტიკულად არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, ადრესატი იყო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებას. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენი მოწოდება არის განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც გვინდა, რომ კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარია გზამკვლევზე, სადაც იქნება ასახული სარგებელი ორივე მხარისთვის. მანამდე იყო თაროზე შემოდებული, ქაღალდზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ყოველგვარი შედეგების გარეშე. ჩვენ ახლა თავაზობთ რადიკალურად განსხვავებულ რამეს, უკეთეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, ეს არის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ამერიკის საელჩო პარტია ქართულ ოცნებასთან კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საელჩო წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით 22 მაისს ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს, წერს საელჩო. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილი.
დღეს გავრცელდა საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე-22 მაისს უარი განაცხადა ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მომესმინა. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა შეხვედრაზე უარი განაცხადე. ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში შარშან ბატონ ობრაიანსაც უარი უთხარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციის არაერთხელ წერილობითაც გავმომარტე. წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ ფორმალური სანქციები. ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ ვიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული. ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება თუნდაც განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც. ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ 2022 წელს, როდესაც სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე. გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა შეხვედრა ჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა. იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობა, რომ მზად ვიყავი დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახები ნებისმიერი დანიშნულები დამეხარჯა, რამე თუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას. შეიძლება მათ თქვან, რომ მე როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე, თუმცა ამასთან დაკავშირებით მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არც ერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრას მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი. იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში აქტიურად შეერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, წერს ბიძინა ივანიშვილი. მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე და ზოგიერთი ელჩის მხრიდან პოლიტიკასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაზე საუბრობს. მათ მაგალითად მოჰყავთ ფაქტი, როდესაც მზია ამაღლობელის პროცესზე დასასრებად ბათუმში ჩასული გერმანიის ელჩს მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნოტა გამოაგზავნა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ მიუღებელია პოზიცია, როცა პარტნიორი ქვეყნები იგივე ქმედებას დანაშაულად არ თვლიან, როცა საქმე მმართველი გუნდის წევრს ეხება. შოთა ფალავანდიშვილი განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას, ის კურიერს უერთდება, გისმენთ შოთა.
პიტერ ფიშერთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ასე ვთქვათ, გააკეთა და თქვა, რომ გერმანიის ელჩის ქმედება იყო ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი და რეალურად ის არ შეესაბამებოდა სამართლებრივი და კანონიერი ნორმების პატივისცემას. აღნიშნულ განცხადებას კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციაში ხელისუფლების ოპონენტები, მიიჩნევენ, რომ ელჩის მიმართ განხორციელებული ქმედება საქართველოს კონსტიტუციით ისჯება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით შესაბამისად, როგორც გერმანიის საგარეო უწყების მოთხოვნა, ისე ქართული კანონი ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ ფიშერზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო საკადრისი პასუხი გასცეს და დასაჯოს კონკრეტულ პირს, რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მაგალითად არის თუ არა, როგორც კობახიძემ თქვა, დეპუტატებისთვის ან სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფის, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება რეალურად მძიმე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათთვის იმიჯნება ეს ყველაფერი, რადგან საერთაშორისო კონვენცია იცავს დიპლომატს და დიპლომატის საკითხი ამ კუთხით ბევრად უფრო წინ დგას. ხალხობრივ სილას გაგაცდის რაღაც დაპირისპირებს, რომ 7 წლის ციხეში გაგზავნას სამართლიანობას ვერ ხედავ ვერც ევროპაში და ვერც საქართველოში. ეს რაღაც არაბუნებრივი არ გახავთ კიდევ თორმეორე. რაც შეეხება ადამიანს, რომელსაც შეუძლია თურმე რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს და შეარწმუნოს მათ შორის საქართველოს ღირსება, იმიტომ რომ საქართველოს ღირსების შეცვლილია, ხო, როდესაც ელჩის აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და საერთოდ დაუშველი დარჩეს ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი. საქართველოს კანონი ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ დიპლომატზე თავდასხმა არის სისხლის სამართლის დანაშაული. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება არად დაგვიდებს კანონებს, დასაკვირველია საქმე უნდა იქნას აღძრული და გამოძიებული და პირი უნდა იქნას კანონის შესაბამისი ზომით დასჯილი. გერმანიის ელჩისა და გერმანიის საგარეო უწყების ქმედებას ორმაგი სტანდარტის ნათელ მაგალითს უწოდებენ. მმართველ გუნდში ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არაპირდაპირი ჩარევა იყო სასამართლო საქმიანობაში, მათ შორის ფიშერის ბათუმში ჩასვლა და სასამართლო პროცესზე დასწრება. რაც შეეხება ზოგადად ინციდენტს, რომელიც ელჩთან დაკავშირებით მოხდა, მმართველი გუნდის წევრების თქმით, გაუგებარია, რატომ მიიჩნევენ მხოლოდ ამ საქმეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის აუცილებელ საკითხად და უფრო მძიმე დანაშაულებზე ამბობენ, რომ შესაძლებელია აქ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ანგარიშწორება იყოს. ქართული ოცნების წევრების თქმით, ეს არის კიდევ ერთი დასტური და მაგალითი იმის, რომ ძირითადად მიდგომები ხორციელდება ორმაგი სტანდარტით და რეალურად ქართული სასამართლო თანაბარი პრინციპით უდგება ყველა მოქალაქეს, მათ შორის როგორც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელს, ისე ნებისმიერ სხვას. რაც ქვეყანაში ხდება პოლარიზაცია, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება, საზოგადოების გახლეჩვა, აი ზუსტად ელჩის განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ერთ-ერთი წამხალისებელი არის ამ ყველაფრის და ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. დღეს სახეზე გვაქვს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ პლატონი ელჩისგან, ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი და სხვა არაფერი. როდესაც პოლიციელებს უპირისპირდებიან, მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან, თურმე ეს არის დემოკრატიული პროცესები გვეუბნებოდნენ, ხო? და წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს. ორაზროვნებებთან როცა გვაქვს საქმე, როდესაც ნორმალიზება ხდება იმისი, რაც არ არის ნორმალური, შემდეგ ზოგიერთის თulis მე არის ხოლმე აი ეს დომხალი, რასაც ხშირად ვიღაცები თვლიან ხოლმე. ამიტომ ყველაფერს, როდესაც პოლიციას ხელით ეხება ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ამ ადამიანისადმი უნდა დადგეს შესაბამისი სასჯელი და მე ამ ადამიანის გამართლება პოლიტიკური მიზნებისთვის თუ სხვადასხვა მიზნებისთვის არის, ну, არ ვიცი ახლა, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება. პიტერ ფიშერთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ირაკლი კობახიძის თქმით, ელჩის ჩასვლა ბათუმში სასამართლო პროცესზე სერიოზულ ეჭვებს აჩენს და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარკვეულწილად ზეწოლის მოხდენა სასამართლოზე. ამავდროულად ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია თუ რატომ ითხოვს გერმანიის საგარეო უწყება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწყებას და რატომ არაფერია მათ განცხადებებში ქართველი სამართალდამცავებისა თუ პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და ასე ვთქვათ პასუხისმგებლობის დაყენების თემაზე. უყურებთ კურიერს 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით.
კარგი მთავრობის ინდექსით საქართველოს მსოფლიოში მე-12 ადგილზე დაწინაურდა. ქვეყანამ შეფასების 100%-იანი სისტემით 61% მიიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს. კარგი მთავრობის ინდექსი მთავრობას აფასებს 35 ინდიკატორით. საქართველოს მე-12 ადგილი დაიკავა გამჭვირვალობის მაჩვენებლით, გრძელვადიანი ხედვა მე-16 ადგილი, ადაპტაციის უნარი მე-11, კოორდინაცია 24, სასამართლო სისტემის ხარისხი 27 და სტაბილური ბიზნეს რეგულაციები მე-15 ადგილი, ინვესტიციების მოზიდვა კი მე-4 ადგილი. კარგი მთავრობის ინდექსით საქართველოს მთავრობა ისტორიული მაქსიმუმით დააფიქსირა 100%-დან 71% შეფასება მიიღო და ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით როგორც არის მაგალითად გამჭვირვალობა მე-12 ადგილზე გავიდა, 27 ადგილზე გავიდა სასამართლო სისტემის ხარისხით, ბიუროკრატიის ხარისხით 25 ადგილზე, ინვესტიციების მოზიდვით მე-4 ადგილი დავიკავეთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის აღნიშნული გამოაქვეყნა ჩენდლერის ინსტიტუტმა, კვლევას აწარმოებს ჩენდლერის ინსტიტუტი და ევროკომისიამ გამოაქვეყნა აღნიშნული დასკვნები, რომელიც ასევე თავისუფლად ეფუძნება მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს. პარლამენტმა საგამოძიებო კომისიას ვადა უკვე მეორედ გაუხანგრძლივა. დეპუტატებს თხოვნით კომისიის თავმჯდომარემ თეაწულუკიანმა მიმართა. მისი განცხადებით მასალა, რომელსაც კომისია სწავლობს, დიდია, ამიტომ საჭიროა დამატებითი დრო. დეპუტატები თეაწულუკიანის მოთხოვნას დაეთანხმნენ და საკითხს კენჭი უყარეს. ვადა 5 ივლისამდე გახანგრძლივდა. ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ 30-ზე მეტი საჯარო სხდომა გამართა, 100-ზე მეტი პირია უკვე გამოკითხული. თუ კი თქვენი თანხმობა იქნება, ჩვენ ვადა გაგვიგრძელდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი თვით 5 ივლისამდე. ასეთია კანონის მოთხოვნა, რომ ჩვენ მხოლოდ თითო თვით შეგვიძლია მოგმართოთ გაგრძელების თაობაზე. ჩვენ გეგმავთ, რომ 4-5 ივლისს უკვე კომისიას შევთავაზოთ დასამტკიცებლად კომისიის დასკვნა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ რაიმე განსაკუთრებული წინაღობა არ გამოიკვეთა ჩვენი მუშაობის პერიოდში. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ნიკა მელია სოციალურ ქსელში ამჯერად პარტია ლელოს აკრიტიკებს და ვიდეო მიმართვას აცხადებს. ამბობს, რომ ლელომ პირველად დააფიქსირა ის პოზიცია, რაც გახარიას პარტიას აქვს, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობა პრობლემას არ წარმოადგენს. მელია საზოგადოებას მიმართავს, წავიდოდნენ თუ არა არჩევნებზე და მისცემდნენ თუ არა ხმას ასეთი პოზიციის მქონე პარტიებს. მელიას კოლეგა პარტიებში კრიტიკით პასუხობენ. გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ მელიამ თავად უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რა ალტერნატივას სთავაზობს ამ მრჩევლებს, როდესაც არჩევნების ბოიკოტზე საუბრობს. პარტია ლელომ პირველად ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა ის, რასაც აფიქსირებს გახარიას პარტია უკვე, არ ვიცი, მე მგონი თვეების განმავლობაში, რომ მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ეს ვერ მოახდენს ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციას. და ერთი კითხვა. აი ასეთი პოზიციის მქონე პარტიებისთვის თქვენ, ვიცი რომ განსხვავებული ადამიანები ნახავთ პოლიტიკური გემოვნებით ამ ვიდეოს, წახვიდოდით არჩევნებზე და ხმას ვიცემდით აი ასეთი პოზიციის მქონე პარტიებს? მე არ ვიცი ეგ ნარატივი საიდან მოვიდა, ამიტომ ვერ შევალ რაღაც პასუხებში და ანალიტიკაში. ჩვენი პოზიცია მარტივი, ვემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ყველანი უნდა ვემზადოთ ამ არჩევნებისთვის პირველ რიგში. ის თუ ახლა მე როდის იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის უკვე მეორადი მნიშვნელობის საკითხი. მე ვერ გეტყვით სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთობებზე ან თუნდაც იმ კითხვებზე, რომლებსაც ერთმანეთს უსვამენ. ღიმილის მომგვრელია ის, რომ ნიკა მელიას თვითონ აქვს პასუხი გასაცემი იმ შეკითხვაზე, რაც ჩვენ უკვე დავსვით ერთი კვირის წინ და ჩვენ კითხეთ მას, რას აპირებს, რა დღის წესრიგს თავაზობს საკუთარ ამორჩეველს, მაშინ როდესაც იძახის, რომ ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არჩევნები ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი მშვიდობიანი ფორმით შეცვალო ხელისუფლება. ნიკა მელია როგორც პრინციპული პოლიტიკოსია საზოგადოებამ კარგად იცის, ამიტომ მისი მხრიდან ვინეს პრინციპებზე ლაპარაკი უბრალოდ სასაცილოა. რაც შეეხება რა გადაწყვეტილებას მიიღოს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე თუ არ მონაწილეობაზე, ეს სულად მათთვის არის გადასაწყვეტი. ყველა ოპოზიციურ პარტიას ყავს თავისი ამორჩეველი და ეს არჩევნა მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნებმა, ამიტომ ეს მათი გადასაწყვეტია, როგორც გითხარით, ისევე როგორც უკვე მე ამორჩეველმა უნდა გადაწყვიტოს იმსახურებს თუ არა, ესაც ვის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ყავს მათ მხარდაჭერას იმ ტყუილების ფონზე, რომლებსაც
რომლებიც მათ 26 ოქტომბრის მერე იკადრეს, მოატყუეს პირველ რიგში საკუთარი ამორჩეველი, თითქოს ისინი ერთიანები იყვნენ, რაღაც კოალიციურ მთავრობას შექმნიდნენ და ასე შემდეგ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ერთიანად ცალ-ცალკე ჩვენ სათავართ კიდევ ერთხელ თხოვთ ხარდაჭერა ჩვენს მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ გავიმოძოთ მე-10 საიუბილეო არჩევნებში. ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად დაკავებული 7 პირის საქმეზე პროცესი გაიმართა საქალაქო სასამართლოში. გამოიკვლიეს მტკიცებულებები და გამოკითხეს ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის ექსპერტები, რომლებმაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტიზები ჩაატარეს. დაკავებულები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. Ჩვეულებრივად მხოლოდ ბენზინი ასხია. ნაზავის გარეშე ასე თქვა, არც პლასტიკი არ არის შემით არაფერი, მხოლოდ ბენზინი ასხია. ამ შემთხვევაში შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც მოლოტოვი. შეიძლება ცეცხლი მაინც მოეკვდება. ეხლა ამ ხასიათობარეთ ეს ხასიათია. მასე სპირტიც ხო აალებად ნივთიერება არის. სპირტი უფრო სწრაფად აალდება და უფრო სწრაფად ამოსავს იგივე. თეორიულად სპირტიც სავსე ბოთში, ჩვენ რომ ნაჭერი ჩავდეთ შუშის ბოთში, შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც მოლოტოვი. მაინც. ხო, სასამართლო საშუალება. შემთხვევაში ბოთლი, რომელზეც საუბრობ, თავი რასაც ხონდა მოხდილი. რამდენად რელევანტურია, რომ ხის სახლში ან ხის ფაქტურის რაღაც ნაწილობრივად ხის სახლში მოწყობილ ადგილას. რა პრობლემა ეს თავი ცეცხლი არ გაუწევს. ნამდვილად კარგად შეასრულებელი ხართ ამ საკითხებში, ძალიან ისეთ კითხვებს ვსვამთ რომ. დეტალები სასწაულზე დავაკონკრეტებ საერთოდ. ხო, ეს კითხვები გადავიდეთ. რადგან გაცემული შეფასებებს თითქოს საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად ერთ თუ არად კიდევ 30 ოჯახს დაუკანონდა. მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა გადასცა. 2017 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართებით 3300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. გივი უგრეხელიძე. ეს 30 ოჯახს დაუკანონეთ საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად ერთლარად გადავეცით. 3000-ზე მეტი ოჯახი გვყავს დაკმაყოფილებული. 2017 წლიდან დაიწყო აღნიშნული პროგრამის განხორციელება. ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. თავარი არის, რომ აუცილებლად უნდა მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ და ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაეხმარებიან. ეს 30 ოჯახი არის ის ოჯახები, რომლებიც 10 წლების განმავლობაში ვერ შეძლეს გარკვეული მიზეზების გამო საკუთრების მოწმობების აღება, ანუ ბინების დაკანონება, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ეს პროგრამა უკვე ეტაპობრივად ამ ყველაფრის საშუალებას მათ აძლევს. ჯამში დღეის მდგომარეობით უკვე 3070-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა სიმბოლურ ფასად ერთლარად და გადაეცათ საკუთრების მოწმობა და რაც შეეხება პროგრამას, პროგრამა გრძელდება, რა თქმა უნდა, ანუ ეს პროგრამა არ გაჩერებულა და არ გაჩერდება. ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები, მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში ეროვნული ბანკის მხარდაჭერით და მიკროსაფინანსო ცენტრ MFC-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია ინკლუზიური ფინანსების ყველაზე დიდი ღონისძიება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც 400-ზე მეტი დელეგატი ესწრება. რეფორმებმა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მიკროსაფინანსო სექტორის სტაბილურ განვითარებაში. შედეგად დამკვიდრდა მოქნილი პასუხისმგებლიანი საფინანსო მოდელი, რომელმაც გაუძლო სერიოზულ გამოწვევებს. საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი დღეს დივერსიფიცირებული, რეგულირებული და ტექნოლოგიურად განვითარებული სექტორია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სტრუქტურული ერთეულით და 2 მილიარდ ლარამდე აქტივებითაა წარმოდგენილი. ის წარმოადგენს ფინანსური მომსახურების მნიშვნელოვან მიმწოდებელს განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც საბანკო ინფრასტრუქტურა ნაკლებად ხელმისაწვდომია. პუტინი უკრაინაში მშვიდობის სანაცვლოდ დასავლელი ლიდერებისგან წერილობით პირობას ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. როიტერის ინფორმაციით პუტინს სურს დასავლეთის მთავარმა ძალებმა წერილობითი პირობა დადო, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, რაც უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალურ უარს ნიშნავს. პუტინის მოთხოვნებს შორის არის უკრაინის ნეიტრალიტეტი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნაც. ტრამპი Truth Social-ის საკუთარ გვერდზე პუტინის შესახებ წერს. პუტინს არ ესმის, რომ არა მე რუსეთს უკვე ძალიან ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა. მე ვგულისხმობ ძალიან ცუდს. ის ცეცხლზე თამაშება.
ტრამპს მედედოვმა უპასუხა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ X-ზე დაწერა. მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი, მესამე მსოფლიო ომი. ვიმედოვნებ ტრამპს ეს ესმის. უგუნური და წარუმატებელი უწოდა მედედოვის ამ განცხადებას კიტ კელოგმა. ეს იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებად 6 საათამდე თქვენ კი დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.0-ში. დროებით.